46-0 საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთათასის გათამაშების მორიგ შეხვედრაში რუსეთის ეროვნული გუნდი რეკორდული ანგარიშით დაამარცხა ქართველმა მორაგბეებმა მოწინააღმდეგეს 6 უპასუხო ლელო დაუდეს. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა გუნდმა ევროპის ერთათასის ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდა. მომავალ შეხვედრას მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკრაინასთან გამართავს. საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად დაესწრო. თოთხმეტი გამარჯვება ერთი ფრედა მხოლოდ ერთი მარცხი ასეთია საქართველოს რუსეთის სარაგბო დაპირისპირების ისტორია. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა ევროპის ერთათასის 2012 წლის მეხუთე ტურის პრინციპულ მატჩს უმასპინძლა. თამაში თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ანგარიში მერვე წუთზე მერაბ კვირიკაშვილის საჯარიმო დარტყმით გაიხსნა. კვირიკაშვილის დარტყმას 24 წუთზე ნაკრების ლიდერის მამუკა გორგოძის ლელო მოჰყვა. 32 წუთზე კი გიორგი ჩხაიძემ რუსებს მეორე ლელოც დაუდო. 17-0 ქართველმა მორაგბეებმა პირველი ტაიმი სოლიდური უპირატესობით დაასრულეს. ნიუტონ ჰეიგის შეჯიბრებმა რუსეთის ნაკრების განადგურება მეორე ტაიმშიც გააგრძელეს. თამაშის ბოლოს მე-80 წუთზე ირაკლი მაჩხანელმა მე-6 ლელო დადო და ბორჯღალოსნების სასარგებლოდ ანგარიში 44-0 გახდა. კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვით კი მატჩის საბოლოო ანგარიში 46-0 დაფიქსირდა. შეუჩერებელი იყო ქართველთა გამოცდილი მორაგბე მამუკა გორგოძე. მატჩის ბოლოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თამაშის საუკეთესო მორაგბე დაასახელეს და სპეციალური პრიზი გადასცეს. საკმაოდ დაძაბულებით ვიყავით თამაშის წინ, იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა საქართველოს წინაშე. რავი, მე მგონი აგათ ვითამაში და მოვიგეთ და ულოცავ სრულიად საქართველოს. საკმაოდ დიდი იყო მხარდაჭერა და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო. პავლოც. დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჩვენ გულშემატკივარს, რომ ეს რაგბის ოჯახის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, როგორც ასე რო ვთქვა, მე-16 მოთამაშეა და ყოველთვის მათი შეძახილი, მათი გვერდში დგომა დიდ სტიმულს გვაძლევს და ულოცავ მთელ ქვეყანას ჩვენ მაცხოვრებელს და ვილოცავ ყველას. მიხეილ მესხის სტადიონზე მისული მაყურებელი ემოციებს ვერ მალავდა. ბორჯღალოსნების თამაშით გახარებულები ნაკრების შემდგომ წარმატებაში დარწმუნებულები არიან. ნაკრების თამაში საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად დაესწრო. ღირსეულად მოვიგეთ, გავიმარჯვეთ და ოჩახ ჩვენს ბიჭებს. ბედნიერი, გახარებული, ამაყი ჩვენი ბიჭებით, იმიტომ რომ გარდა რეკორდული ანგარიშის მოგებისა, ხარისხი თამაშის იყო შესანიშნავი და ჩვენ უკვე ვხედავთ საით მიყავთ ჩვენს მსმენელებს გუნდი და ეს მართლაც ნელ-ნელა სერიოზულად კონკურენტუნარიანი გუნდი ხდება, ყალიბდება ესეთ გუნდად. ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობდნენ ბათუმში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა იზრუნეს იმაზე, რომ სპორტულ კლუბში ნამდვილი სარაგბო განწყობა ყოფილიყო. ძალიან დაძაბული თამაში ჰქონდა, რა ვიცი, თან ისეთ მეტოქესაც დასაცვია რუსეთის ნაკრები, პრინციპული თამაში იყო, ჩვენმა ქართველმა მორაგბეებმა ღირსეულად თამაშენ, მიულოცავთ ყველას გამარჯვებას, შევიკრიბეთ აქ ჩვენი ბათუმელი მორაგბეები, ადგილობრივი ქალაქები და ერთად გულშემატკივრობდნენ საქართველოს ნაკრებს. მე მგონი საქართველოში დღეს ყველანი ვართ რაგბის კომაგეები და კიდევ ერთხელ გვინდა ყოველთვის გვინდა გამარჯვების სიხარულის და გამარჯვების სიამაყის და დღეს აი ჩვენი ფან-კლუბიც ასევე მთელი სიამოვნებით და მთელი მისწრაფებით უყურებდა ამ თამაშს. თამაშის შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა, სადაც მწვრთნელებმა საკუთარი გუნდის თამაში შეაფასეს და მატჩის დეტალებზე ისაუბრეს. რუსეთის ნაკრების მწვრთნელის კინგლი ჯონსის განცხადებით ბორჯღალოსნებმა ღირსეულად გაიმარჯვეს. შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა პოზიციები დავთმეთ შერკინებაში და ამის გამო დავმარცხდით კიდეც. ნამდვილად ღირსეულმა გუნდმა გაიმარჯვა. საქართველოს მიმდინარე ერთ-ათასზე ერთ-ერთი უძლიერესია. სწორედ ამან და გულშემატკივრების აქტიურობამ განაპირობა ჩვენი ასეთი მარცხი. კმაყოფილი ვარ შედეგით რუსეთის ნაკრების სარეკორდო სხვაობით დავამარცხეთ. გულოცავ ყველა ქართველ გულშემატკივარს მინდა ვთქვა, რომ ამ ნაკრებს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გამანადგურებელი გამარჯვებით პრემიალური ქულა მოიპოვა, რითაც 1000-ისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ბორჯღალოსნები კიდევ ერთ თამაშს უკრაინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. პრემიალური ქულით გამარჯვების შემთხვევაში ისინი ავტომატურად 1000-ის გამარჯვებულები გახდებიან.